2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. წლების განმავლობაში აგვისტოს ომი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დისკუსიის საგანი იყო. პროპაგანდისტული ნარატივების ფონზე არაერთი ფაქტი დღემდე საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. რუსული პროპაგანდის ვერსიით ომი 8 აგვისტოს დაიწყო. მათი მტკიცებით, ამ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონს თავს დაესხნენ. სინამდვილეში კრემლმა ომისთვის მზადება წლებით ადრე დაიწყო. План был, и, по-моему, это не секрет. Именно в рамках этого плана российская сторона и действовала. План был подготовлен генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года он был мной утвержден. რუსეთის ფედერაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის, ჩეჩნეთის ორი ომისა და დეფოლტის გამოვლის შემდეგ ძალების მოკრებითაა დაკავებული, 2000-იანი წლების დასაწყისიდან რეგიონში გავლენებს კარგავს. საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში ფერადი რევოლუციების შემდეგ ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოდიან. ნელ-ნელა ეს ქვეყნები რუსულ ორბიტას შორდებიან და დასავლეთს უახლოვდებიან. ეს კი პუტინის მთავარ პოლიტიკურ დოქტრინას ეწინააღმდეგება. დაუბრუნოს რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელი доминация. Прежде всего следует признать, и об этом я уже говорил, что крушение Советского Союза было крупнейшей геополитической катастрофой века. რუსეთს არ სურდა, რომ მისი ყოფილი კოლონიები წარმატებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებად ქცეულიყნენ. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს განვითარებას ხელი შეუშალოს. მაგრამ 2000-იან წლებში, როცა ქვეყანა მოდერნიზაციის გზაზე დგება, მოსკოვში აგრესიის საჭიროებაზე ფიქრი სერიოზულად იწყება. ამ პერიოდში საქართველო აძლიერებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის არსებული ენერგეტიკული და სატრანზიტო მარშრუტების ახალმა ნაკადებმა რუსეთის ნაცვლად საქართველოში გაიაროს. საქართველოს წინსვლის შესაჩერებლად კრემლში სამხედრო და საინფორმაციო სტრატეგია შეიქმნა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას და ხელისუფლებაში აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსი მარიონეტული რეჟიმის დასმას ისახავდა მიზნად. Sergei Lavrov, the Russian foreign minister, called me, and then he said it will just be between us. Misha Saakashvili has to go. And I said, Sergei, the Russian foreign minister and the American Secretary of State don't have a conversation about overthrowing a democratically elected government. And I'm going to tell everybody that that's one of your conditions. And I did. რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას იწყებს. ცხინვალის რეგიონში 2008 წლამდე ჩატარებული ეგრეთ წოდებული პასპორტიზაციის ფარგლებში რუსული პასპორტი დაახლოებით 100,000-მა პირმა მიიღო. მოგვიანებით პუტინი საქართველოში ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ რუსეთის მოქალაქეების დაცვას ასახელებს. მალევე კრემლი ეკონომიკური და ენერგეტიკული შანტაჟის გზებს მიმართავს. საქართველოს უარი უნდა ეთქვა დასავლურ კურსზე და კვლავ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებულიყო. 2006 წლის 22 იანვარს ჩრდილო კავკასიაში გაზსადენის საეჭვო ვითარებაში ფეთქდება. ავარიულად ითიშება ყველა თბოსადგური. ელექტროსისტემა დატვირთვას ვერ უძლებს, რის შედეგადაც მთელი საქართველო ზამთრის ცივ დღეებში ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების გარეშე რჩება. 2006 წლის მარტში რუსეთი საქართველოდან ღვინის იმპორტს კრძალავს. 2006 წლის 6 ოქტომბერს პუტინი სატვირთო თვითმფრინავით საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას იწყებს. 2003-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ 2006 წელს რუსეთმა მხოლოდ ერთი დეპორტაციის ფარგლებში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაარღვია. ყველაზე მძიმე კი სიცოცხლის უფლებაა. იმ პროცესს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შანტაჟთან ერთად რუსეთი სამხედრო პროვოკაციების მოსინჯვას იწყებს. 2007 წლის 6 აგვისტოს რუსული ავიაცია წითელ უბანში ქართულ სამხედრო რადარს ბომბავს. ამავდროულად სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი. 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ისტორიული გადაწყვეტილება გამოცხადდა. ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებოდნენ. Secretary General Skeffer assured him that Ukraine and Georgia will eventually be put on the path to NATO membership. There was a clear signal and a decision yesterday that the aspirations for membership action plan are supported. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიღწეული პროგრესის ლოგიკური შედეგი იყო.
გაიზარდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და ეკონომიკა. გაუმჯობესდა სახელმწიფო სერვისები, ინფრასტრუქტურა და დემოკრატიის ხარისხი. პარალელურად კრემლი გადამწყვეტ მოქმედებებზე გადადის. 2008 წლის 31 მაისს რუსეთს აფხაზეთში ოჩამჩირემდე მიმავალი რკინიგზის შესაკეთებლად 400 ჯარისკაცი შეჰყავს, რათა არმიის დასახმარებლად ტყვია წამალი და სამხედრო ტვირთები გააგზავნოს. სამუშაოები ომამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 ივლისს სრულდება. ამავდროულად 15 ივლისიდან 2 აგვისტომდე რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს კავკასია 2008 ატარებს, რომელშიც 8000 ჯარისკაცი და 700 ერთეული ჯავშან ტექნიკა მონაწილეობს. სამხედროებს ურიგდებათ საინფორმაციო ბროშურები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. სათაურით: მე ბრძოლო, იცნობდე შენს მტერს. И сегодня на юге России начались масштабные антитеррористические учения «Кавказ-2008». В них участвуют тысячи военнослужащих, сотни танков, десятки самолетов и вертолетов. По сценарию военные отрабатывают действия в специальных операциях, цитата, по принуждению к миру в зонах конфликтов. 1 აგვისტოს საოკუპაციო ძალები აფეთქებენ ავტომობილს, რომლითაც ქართველი პოლიციელები გადაადგილდებიან. იმავე დღეს იწყება ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლების დაბომბვა, რომელიც მთელი ღამე გრძელდება. ჯამში დაიჭრა 6 სამოქალაქო პირი და 6 პოლიციელი. 2 აგვისტოს საოკუპაციო ძალები ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას იწყებენ. 3 აგვისტოს ოკუპანტები სოფელ დვანში ქართულ პოლიციას ესხმიან თავს. 4 აგვისტოს რუსეთიდან საქართველოში დამატებით 10 ერთეული ჯავშან ტექნიკა შემოდის და სამხედროებს უნაწილდება. 5 აგვისტოს 2 ქართველი სამშვიდობო დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დვანის განადგურების გეგმის შესახებ. 6 აგვისტოს ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლები ერედვი, ფრისი, ავნევი, დვანი და ნული იბომბება. დაბომბვის გარდა სოფელ ნულსა და ავნევზე შტურმი მიმდინარეობს. ამავე დღეს როსტოვის ოლქიდან ცხინვალში დონის კაზაკთა დანაყოფები და სნაიპერები შეჰყავთ. მებრძოლებს თან კრემლის სამხედრო ჟურნალისტებიც ახლავთ, რაც სამხედრო ესკალაციის დაწყებას მოასწავებს. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ტერი ქართულ მოსახლეობას ტერორში ამყოფებს. რეგიონში გამოუცხადებელი ომია. Yerenerba texnikor boşedi tukut. Texnikodar ma odamdar. Yeren eriş bakıstı ne? Mana i 20 minut rozmar da bunda çok fazla niyadrom tartı. Omaca bira işte bira texnikor koltu. Oy tonkodarji bempeta birdem tetta. ოსი სეპარატისტების სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს, რომ 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის რუსეთის 58 არმიის ცოცხალი ძალა და ჯავშან ტექნიკა. საბრძოლო მზადყოფნაშია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და ავიაცია. 7 აგვისტოს დილის განმავლობაში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართულებით ისვრიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრის შესახებ და ამ ნაბიჯს სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესია დაფასებს. 14 საათზე იბომბება ავნევის სამშვიდობო პოსტი. დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 ქართველი მშვიდობის მყოფელი. 18 საათსა და 40 წუთზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით თბილისმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. 19 საათსა და 10 წუთზე საქართველოს პრეზიდენტი მხარეებს ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. მოწოდების მიუხედავად საოკუპაციო ძალები თავდასხმას აგრძელებენ. იბომბება სოფელი ავნევი და ფრისი. ქართული სოფლების გადასარჩენად და რუსულ სეპარატისტული აგრესიის შესაჩერებლად 23 საათსა და 30 წუთზე ქართული არმია მტრის პოზიციების წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს. Now to the fighting between Russia and Georgia over the Georgian breakaway region of South Ossetia. President Bush has told Russian leaders that military action against Georgia is unacceptable. Vice President Cheney said Russia's invasion must not go unanswered. 5 დღიანი ომის განმავლობაში რუსეთის არმია, რომელიც თითქოს 20 მოსახლეობის დასაცავად მოქმედებს, თავს ესხმის მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ სამოქალაქო და სტრატეგიულ ობიექტებს. იბომბება გორი და ფოთი, რასაც მოქალაქეთა სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიში მიაქვთ გორის, სენაკის, ვაზიანის სამხედრო ბაზებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. რუსულ არმიასთან ერთად აფხაზი სეპარატისტები კოდორის ხეობას იკავებენ. მათ ზურგს უმაგრებს სოხუმის პორტში მდგარი რუსული საზღვაო კრეისერი.
რიცხობრივი და ტექნიკური შესაძლებლობების სიმცირის მიუხედავად, ქართული ჯარი მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს. ჯარისკაცების საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ და მთელ მსოფლიოს გმირობის მაგალითს აჩვენებენ. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 170 ჯარისკაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 12 აგვისტოს, როცა რუსული არმია უკვე თბილისისკენ მოემართება, რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან. საქართველოსთვის სოლიდარობის საჩვენებლად და დედაქალაქზე შეტევის შანსის შესამცირებლად, თბილისში ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის. Everyone who believes in freedom and democracy says today, me hartveli var. პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვში მიემგზავრება და რუსეთს საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ახერხებს. ომის დასრულებაში გადამწყვეტ როლს 13 აგვისტოს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკური მხარდაჭერა და მისი გადადგმული ნაბიჯები ასრულებს. ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო გემსა და თვითმფრინავს აგზავნის ჰუმანიტარული დახმარების ჩამოსატანად. ეს რუსეთისთვის გაგზავნილი პოლიტიკური სიგნალია, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. ამ განცხადებიდან მალევე საომარი მოქმედებები შეწყდა. Also directed Secretary of Defense Bob Gates to begin a humanitarian mission to the people of Georgia headed by the United States military. This mission will be vigorous and ongoing. A US C-17 aircraft with humanitarian supplies is on its way. 2008 წლამდე ოკუპირებული ტერიტორიების გარდა რუსეთმა კოდორის ხეობისა და ახალგორის ოკუპაცია მოახდინა. საქართველომ დაკარგა კონტროლი 189 სოფელზე. 130,000 ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან 30,000-მდე დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და დღემდე ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით, საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ აკავებენ და იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები. პროპაგანდა ხშირად ამბობს, რომ ომის შემდეგ საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. ფაქტები კი სხვა რამეზე მეტყველებს. ცოცავი ოკუპაციის შედეგად საქართველომ დაახლოებით 4,000 ჰექტარი ტერიტორია დაკარგა. 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3,414 მოქალაქე. სხვადასხვა დროს ოკუპანტებმა მოკლეს დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელი. დროებით დამალული რუსული იმპერიალისტური ამბიციების პირველი მსხვერპლი საქართველო აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიუხედავად რუსეთი დაუსჯელი დარჩა. რასაც 2014 წელს ჯერ ყირიმის ანექსია და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ომი მოჰყვა. აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე დემოკრატიული სამყარო უკვე ერთხმად აღიარებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და ამ ბოროტებას ერთიანი ძალებით უპირისპირდება. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.